ორი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა heavy metal-ი. ანუ ეგეთებით შემიძლია რა. მოკლედ, ორი ფაქტი იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა heavy metal-ი. Ყოველშორის იმათთვის, ვინც როკში გარკვეული არ არის, ორივე ფაქტი უკავშირდება, რა თქმა უნდა, Black Sabbath-ს. პირველი, ბირმინგემში, რომელიღაც ქუჩაზე, როდესაც ბიჭები ჯემავდნენ რაღაც პატარა ოთახში, მაშინ ჯერ კიდევ Earth ერქვა ამ ბენდს, მოპირდაპირე მხარეს კინოთეატრში გადიოდა საშინელებათა ფილმი სახელად Black Sabbath. გიზერ ბატლერი, ბენდის ბასისტი, ამჯერად შეიხედებოდა და ხედავდა თუ როგორ მიდიოდა ამ ფილმის სანახავად ზღვა რაოდენობის ხალხი და ასეთი კითხვა დასვა, რა უცნაურია, როცა ადამიანები ფულს იხდიან იმაში, რომ შეშინდნენ. რატომ არ შეიძლება რომ მუსიკასაც ასეთი ფორმა მივცეთო? მინდა გითხრათ, რომ ამ აზრის შემდეგ პირველი სიმღერა, რომელიც დაწერეს იყო Black Sabbath, შემდეგ ბენდსაც გადაარქვეს სახელი და დაარქვეს ისევ და ისევ Black Sabbath. მეორე ფაქტი გახლავთ ძალიან ცნობილი და საინტერესო ამბავი. ტონი აიომიმ დაზგაზე მუშაობისას ფიტები დაეზიანა. ამის შედეგად ფიტები რომ არ ტკენოდა, უწია სიმების დაშვება, ანუ ეგრეთ წოდებული ტონალობის დაგდება ქვია მაგ ამბავს. რამაც გამოიწვია გიტარის უფრო მძიმე ჟღერადობის წარმოშობა. შესაბამისად გიზერ ბატლერმაც იგივე გააკეთა და უკვე მათ მეოთხე ალბომს, რომელსაც ქვია Master of Reality, დაეთყო heavy metal-ის საფუძვლების წარმოშობის სულისკვეთება. და ვიცი რა ვიბაპარაკე. მოკლედ ეგრეა. და ბოდიში რომ დავაგვიანე ვიდეოს დადება.